რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველად დაიწყე ჩხუბი? MMA-ში მეკითხები თუ როდის დაიწყე პირველად საბრძოლო ხელოვნების შესწავლა? 4 წლის ვიყავი, როდესაც მამამ მე და ჩემი ძმა ძიუდოზე შეგვიყვანა. შემდეგ საქართველოში გადავედით, სადაც გავაგრძელებთ ბერძნულ რომაული ჭიდაობა. 15 წლის ასაკში ესპანეთში გადავედით და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ სპორტ დარბაზი, სადაც MMA-ში, ანუ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში დავიწყეთ ვარჯიში. სრულიად შემთხვევით. შერეული საბრძოლო ხელოვნების გულშემატკივარი იყავი? არა, შერეული საბრძოლო ხელოვნების შესახებ არაფერი ვიცოდი. არც ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შესახებ, არც პარტერში ჭიდაობის შესახებ. ესპანეთში ჩასვლისას გვინდოდა იგივე დისციპლინაში, ბერძნულ რომაულში გავგეგრძელებინე ჭიდაობა, რასაც საქართველოში ვაკეთებდით, მაგრამ იქ ამ სპორტის კულტურა არ იყო. ჩემი ძმა მართლა ძალიან კარგი იყო ამ სახეობაში, ამიტომ ცოტა განაწყენებულები ვიყავით, რომ ვეღარ შევძელით გაგრძელება. დედაჩემი ერთ დღეს როცა მუშაობდა, შეამჩნია კაცი, რომელსაც მოჭიდავის ყურები ჰქონდა. მასთან მივიდა და ჰკითხა თუ რა სპორტით იყო დაკავებული. რომელ დარბაზში ვარჯიშობდა, რადგან მისი შვილები ჭიდაობით იყვნენ დაინტერესებულნი. მან თქვა, რომ ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში ვარჯიშობდა და მოგვიწვია მის სპორტ დარბაზში. დედაჩემი როცა სახლში დაბრუნდა, მამა ჩემთან ერთად დაიწყეს ჩვენი დარწმუნება, რომ არის ესეთი დარბაზი, სადაც ჯიუ-ჯიტსუს, MMA-ს და სხვა სახეობებში ვარჯიშობენ. მე კიდევ წარმოდგენა არ მქონდა რა ჯანდაბა იყო ეს თითეული. შემდეგ მამამ გრეისების ვიდეოების ჩვენება დაიწყო. და თქვა, რომ ამჟამად ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტია და ორივეს ძალიან მოგვეწონებოდა. იმავე დღესვე მივედით იმ დარბაზში და პირველივე წამებიდან შემიყვარდა. სხვათა შორის კარგი საფუძველია, როდესაც ძიუდოთი იწყებ, შემდეგ ბერძნულ რომაულითა და ბოლოს ჯიუ-ჯიტსუთი. ძალიან კარგია, რადგან უკვე ჩამოყალიბებული გაქვს გრეპლინგის საფუძველი. კარგია, რა თქმა უნდა. ჩემი რეკომენდაცია იქნება ყველასთვის, რომ თუ გინდა MMA-ში კარიერა გქონდეს, მაშინ ჭიდაობით დაიწყე. ჩემს შემთხვევაში ასე იყო. ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ უმჯობესია ჯერ ჭიდაობა შეისწავლო და მერე კრივი. არა პირიქით, ჯერ კრივი და მერე ჭიდაობა. მართლა? ჩემს შემთხვევაში ხო და სხვა ადამიანების შემთხვევაშიც იგივე დავინახე. რამდენი წლის იყავი, როდესაც კრივი დაიწყე? 17 წლის ვიყავი. შედარებით გვიანი ასაკია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მაღალ დონეზეა შენი სტრაიკინგი. რა თქმა უნდა არის, თუმცა როცა დავიწყე, უკვე ვიცოდი, რომ ჭიდაობაში ძლიერი ვიყავი. შემეძლო მეტოქეების გდება და კონტროლი. მქონდა შესანიშნავი პარტერში ყოფნის უნარი. მაგრამ რა მოხდებოდა თუ მაღალ დონეზე ასვლისას სირთულეებს გადავაწყდებოდი? კრივის ცოდნა აუცილებლად დამჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ამ მხრივ ჩემი თავი განმევითარებინა. ამიტომ ჩემ ძმასთან ერთად დავიწყეთ ვარჯიში. დარბაზში პირველები შევდიოდით და ბოლოები გამოვდიოდით. ყოველ დღეს სწავლობდით, გატაცებულები ვიყავით, ხულიო სეზარ ჩავესისა და კანელოს ვიდეოებს უყურებდით. ყველანაირ ტექნიკას ხვეწავდით. შემდეგ პრაქტიკაში ვანხორციელებდით, სპარინგობდით და ისეთ სტილს ვეძებდი, რომელიც მე მომერგებოდა. ვისი ორთაბრძოლების ყურება გიყვარს? შენი ყურება მიყვარს, მართლა? მე ყველა სტილის ყურება მომწონს. თითეული სტილის თვისებების ნახვა მხიბლავს. ყველა ჩემპიონის ყურება მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მერაბის. ის ნამდვილი ცხოველია. მანქანა მიყვარს მისი ყურება. ცხოველი უბრალოდ მის კარდიოს ვერაფერს უგებ. მისი კარდიო ნამდვილი სიგიჟეა, თითქოს არაადამიანური კარდიო აქვს. რაღაცას გეტყვი მერაბზე, რამაც მე გამაოცა. მატზე შეიძლება ყველაზე განსაკუთრებული ან ყველაზე ტექნიკური არ გამოიყურებოდეს. მაგრამ როცა ოქტაგონში შედის, არ ვიცი რა ემართება. ის სრულიად სხვა ადამიანი ხდება. ნამდვილი მანქანაა. მართლა მანქანაა. ახლა თუ მკითხავ, ვისი ორთაბრძოლის ნახვა მიყვარს ყველაზე მეტად, ვიტყოდი მერაბის. ფული გამომართვით. ახლა რომ pay-per-view ორთაბრძოლა ჰქონდეს, დაუფიქრებლად გადავიხდიდი. აი ესე მომწონს მისი ყურება. უმარის ბრძოლებიც მიყვარს. მათი ბრძოლა წარმოუდგენელი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც მინახავს, რადგან ორივე ძალიან ტექნიკური და მაღალი დონისაა. როცა უყურებ თუ როგორ ღლის ის უმარს, ნახე როგორ ბარბაცებდა, როგორი დაქანცული იყო.
ხო დაინახე როგორ არა ზუსტად მოუქნელად მოძრაობდა და ამასობაში მერაბს არაფერი ეტყობოდა. არაფერი მეხუთე რაუნდში ის უტევდა გეგონება პირველი რაუნდი იყოს. გეტყვი რა დაემართა უმარს იმ დროს. როცა მერაბს შორიდან უყურებ, მაგალითად ზიხარ და აკვირდები მის ვარჯიშს ან ჩხუბს. და ფიქრობ, მე ის ძირს ვერ გადამიყვანს. უბრალოდ გამორიცხულია რომ ეს მოხდეს. მერე ოქტაგონში როცა მასთან ერთად შედიხარ, ყველაფერი იცვლება. თითქოს შენ წინ დგას შეუჩერებელი მანქანა. დენიელ კორმიემ ასე სტუმრა, როცა ტიტული მოიპოვა. დენიელ კორმიე კვირას მას თავის სახლში ესტუმრა, მერაბი სახლში არ იყო, გარე დარბოდა. მართლა? შაბათს ტიტული მოიგო, კვირას დენიელი ესტუმრა, მერაბი გარე დარბოდა. მეც მესტუმრა ერთხელ ესპანეთში. როცა სავარჯიშო კემპი მქონდა, მოვსარს უნდა დავპირისპირებოდი. მოვიდა რომ დამხმარებოდა, სიგიჟე იყო. ზუსტად იგივე მოხდა. ვარჯიში დავასრულეთ თუ არა ის სარბენად მიდიოდა. თავის სახლამდე სირბილით მიდიოდა. მარტივი გზები არ არსებობს. ო, არ არსებობს მარტივი გზები. ახლა პასუხი რომ გავცე შენ კითხვას, მე ყველა განსხვავებული სტილი მხიბლავს. ყველა ორთაბრძოლის ყურება მიყვარს, მაგალითად ვოლკანოვსკის. მისი ორთაბრძოლა გასულ შაბათს ძალიან მომეწონა. ის საოცარია. ამ შაბათს ძალიან გახარებული ვიყავ. რადგან ის ნამდვილად იმსახურებდა ტიტულის დაბრუნებას. არ გაწუხებს რომ შენი ტიტული ახლა სხვას აქვს? საერთოდ არა. პრობლემა არ გაქვს? არა. მის გამო ბედნიერი ვარ. შენსაც მიაღწია გაიმარჯვე და იცავი. გავიმარჯვე და ავიცავი. ახლა ჩემ წინ სრულიად ახალი გამოწვევაა. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ და არა მარტო მას, ყველა საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან კარგი. ახლა ხანს ვიღაცა საუბრობდა ინსტაგრამზე იმაზე. არ მახსოვს რომელი მწვრთნელი იყო. მოკლედ ის ათლეტების დონეებზე საუბრობდა. თქვა რომ ზოგი ვარჯიშობს, რათა იასპარეზოს. ზოგი ვარჯიშობს რომ გაიმარჯვოს და ზოგი ვარჯიშობს რათა იდომინიროს. გახდეს ყველა დროის საუკეთესო. ზუსტად. განსხვავებული მენტალიტეტი აქვს დიდ ჩემპიონებს, ისინი არასდროს არიან კმაყოფილები და ყოველთვის ცდილობენ განვითარებას. ყოველთვის. მინდა ხალხი ყოველთვის გაერთოს ჩემი ორთაბრძოლებით. როცა MMA დავიწყე, ჩემი სპარინგის ვიდეოებს ვიწერდი. შემდეგ ვუყურებდი და ვფიქრობდი. გადავიხდიდი თუ არა ფულს ამის საყურებლად. რა უნდა შევცვალო ჩემ სტილში, რომ უფრო სანახაობრივი ვიყო. აი ასე ვუყურებდი ჩემ თავს იმ დროს. ყოველთვის ძალიან კრიტიკული ვიყავი ჩემს მიმართ. და სწორედ ასე ვითარდებოდი მუდმივად. ყოველთვის როცა ოქტაგონში შევდივარ, მხოლოდ გამარჯვებისთვის არ ვფიქრობ. გესმის რას გულისხმობ? მინდა რომ ყველა გაოცდეს ჩემი და თქვან, ვაუ, რა ქნა, როგორ გააკეთა. ყველა დროის საუკეთესოს დაუპირისპირდა და ისე მარტივად დაამარცხა. აი ეს მინდა. მინდა რომ თამაში შევცვალო. მინდა ხალხმა თქვას რომ შეხედე ამას და ისწავლე რამე. ო. მისია შესრულებულია. ჯერჯერობით ძალიან კარგად მიდიხარ. როგორ ფიქრობ, UFC-ში არიან ისეთები, ვინც სტეროიდებს იყენებენ? ფიქრობ არის ვიღაც ვინც აკეთებს იმას, რასაც არ უნდა აკეთებდეს წესით. არ ვიცი რადგან დღესდღეობით ფიქრობ ისეთი მკაცრები არიან. არიან კი, მკაცრები არიან. ბევრი ტიპია ვინც კემპს შორეულ ქვეყანაში ატარებს. ხალხი ყოველთვის ხუმრობდა ამასთან დაკავშირებით, როცა დაღესტანზე საუბრობდნენ. მიდი აბა უსადას წარმომადგენელი დაღესტანში ჩაიყვანა. ჩავა თუ არა ყველა ერთმანეთში გადარეკვას დაიწყებს. დაღესტანში თუ ჩაატარეს დოპინგზე ტესტები. აი მაგალითად ხაბიბი თუ შეამოწმეს დაღესტანში. გონი არა. დარწმუნებული ვარ, ალბათ აქვთ. რა მოხდება თუ უსადადან ვინმე ჩავა? გონი რაღაც პრობლემა იყო უსადას წარმომადგენლებსა და ხაბიბის კემპს შორის. იქ ჰქონდათ რაღაც ამდაგვარი. რაღაც მსგავსი მახსოვს თუ არ ვწდები. იქიდან როცა წამოსვლა მოგინდება, ცოტა ფრთხილად უნდა იყო. არა, უპრობლემოდ წამოხვალ. ზოგი მებრძოლი გამარჯვებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. ყველაფერს იზავენ ამისთვის, თუ გამარჯვებისთვის მოტყუებაა საჭირო, ასეც მოიქცევიან. მერე თავის თავს გაიმართლებენ იმით, რომ მათ გარდა სხვები იტყუებიან. იცი, მე ღმერთის მწამს. ჩემი მენტალიტეტი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაზეა. ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. მაგრამ თუ ღმერთი ჩემს გეგმებს ჩაშლის, ესე იგი ეს გეგმები ჩემთვის საზიანო იყო. რაღაცის ქონა, იმიტომ არ მინდა რომ ამის სურვილი მაქვს. თუ ღმერთი გადაწყვეტს რომ ეს ჩემთვისაა, მაშინ მივიღებ.
თუ რაღაცის მიღება მინდა, ამისთვის ყველაფერს ვიზამ, რადგან მთელი ჩემი გულით მაქვს გადაწყვეტილი. და თუ ღმერთი განსაზღვრავს, რომ მე ამის მჯერა, მაშინ აუცილებლად მივიღებ. რეალობა კი ისაა, რომ თუ ყველაფერს გაიღებ და დამარცხდები, შენ ამისგან გაკვეთილს მიიღებ და აცნობიერებ, რომ საჭირო დონემდე ჯერ არ მიგიღწევია. მარცხი არ არსებობს. ან იმარჯვებ, ან სწავლობ და სწავლაც თავისთავად მოგებაა. სად განავითარე შენი მენტალიტეტი? მწვრთნელი ყავდა თუ ფსიქოლოგიურ წიგნებს კითხულობდი? მე ბევრ წიგნს ვკითხულობ. ვცდილობ დღეში მინიმუმ 30 წუთი მაინც წავიკითხო. დღეს არ ვაკდებ. შენი ყოველდღიური ჩვევებია ის, რაც გიწყვიტავს მომავალს, ხო? ჩვენ არ შეგვიძლია მომავლის განსაზღვრა, მაგრამ შეგვიძლია ჩვევების არჩევა. ხოლო ჩვევები გვიწყვიტავს ჩვენს მომავალს. ნამდვილად. რა ტიპის წიგნებს კითხულობ? მე ვკითხულობ უფრო ბევრ წიგნს ვკითხულობ. მიყვარს წიგნები. საკუთარი თავის განვითარებაზე. ძირითადად თვითგანვითარების წიგნებს ვკითხულობ. ასევე ბიოგრაფიებსაც ვკითხულობ. ისეთი ხალხის, ვინც მომწონს, მაგალითად დონალდ ტრამპი ან უორენ ბაფეტი. ასეთი ხალხის წიგნებს ვკითხულობ. ბიზნესმენების? ვცდილობ. რატომ ვკითხულობ ბიზნესმენების ბიოგრაფიას? რადგან დღის ბოლოს ახლა ამ სპორტში ვარ. მაგრამ მოვა დრო, როდესაც თავს დავანებებ და მომიწევს სხვა საარსებო წყაროს ძებნა. რადგან მთელი ცხოვრება ბრძოლას არ ვაპირებ, არც მაქვს სურვილი თან. ასე რომ მინდა მოვემზადო, თუ გსურს განსაკუთრებული ცხოვრება, უნდა იყო განსაკუთრებული ადამიანი. ხო, გეთანხმები. ამიტომ ვცდილობ გავხდე განსაკუთრებული ადამიანი. ცხოვრების ყველა სფეროში, ცხოვრების ყველა სფეროში. გაქვს წარმოდგენა, როდის გინდა თავის დანებება? რამდენი წლის ხარ ახლა? 28-ის. სანამ სიამოვნებას მანიჭებს. არ ვიცი კიდე რამდენი ბრძოლა შეიძლება 32-34 წლამდე. მართლა? არ ვიცი, სანამ სიამოვნებას მივიღებ. ამჟამად ვტკბები. არ ვიცი ხვალ რა მოხდება. როცა ეს დრო დადგება და სიამოვნებას ვეღარ მიიღებ, ესე იგი სხვა გზის არჩევაც გიწევს, ხო? არ ვიცი, ამჟამად მსურს გავხდე მსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი და ის ქამარით შევინარჩუნო. ამიტომ არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს, თუ მოტივირებული დავრჩი. რთული სათქმელია. ზოგადად ორთაბრძოლა რთული სპორტია, გესმის? ძალიან რთული, რადგან გიწევს, რომ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდე და თავი წააცალო. არ შეიძლება მობიერება გამოიჩინო, გესმის? ვერ იქნები კეთილი, პირიქით უნდა გქონდეს მაღალი ტესტოსტერონი. დაუნდობელი უნდა იყო. ზუსტად. ტექნიკურიც უნდა იყო ჭკვიანიც, მაგრამ ამავე დროს აგრესიულიც. თან ჩემი ოჯახიდან ყველა მონაწილეობს ჩემს კარიერაში. მოვა დრო, როცა მომიწევს სხვა რაღაცეები გავაკეთო, შეიძლება ბიზნესი, როგორც ახლა, სხვადასხვა საქმეში ვარ და ეს მახალისებს კიდეც. ახლა რომ დანას ადგილას იყო, შემდეგ ოპონენტს ვის მომცემდი? ისლამი. 100%. 100% იმედი მაქვს იზამენ. ამის შესახებ გასულ შაბათ-კვირას ვესაუბრე მათ. მაგარი ორთაბრძოლა იქნება. ხო, შესანიშნავი ორთაბრძოლა იქნება. ჩემპიონი ჩემპიონის წინააღმდეგ. თუ ვინმეს ეკუთვნის ტიტულისთვის ბრძოლა შემდეგ წონაში, ეს შენ ხარ. მარტივია. მარტივია. მაქს ჰოლოვეი დაანოკაუტე, მეტი რა გინდა? ალექსანდრ ვოლკანოვსკი ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლი დაანოკაუტე. ძალიან მარტივია. ფიქრიც არაა საჭირო. ეს ბრძოლა გვინდა. 145-ში აღარ გინდა რომ მიბრძოლო და 155-ს უმიზნებ. სატიტულო ეგრევე. ვერავინ შეგეწინააღმდეგება, შესანიშნავი ორთაბრძოლა იქნება, ყველა აღფრთოვანდება. იმედია ამ ბრძოლას ჩანიშნავ. ხო, იმედია, მაგრამ მე არაფერს ვწყვეტ. როგორც უკვე გითხარი, ჩემზე რო იყოს დამოკიდებული, გისოსებს გავაუქმებდი. რაუნდის ბოლოს წამოდგომებსაც ყველაფერს გავაფუჭებდი, ნაკლებად მარკეტირებას გავხდიდი ალბათ. თუ ისლამთან არ გამოვიდა, ჩარლზ ოლივეირასთან ორთაბრძოლაც შესანიშნავი იქნება. ეგეც კარგი ბრძოლა იქნება. მსუბუქ-წონის დივიზიონში ბევრი მებრძოლია ისეთი, ვისთანაც შესანიშნავი ორთაბრძოლა გამოგივა. გეგმა თუ გაქვს, როდის აპირებ 155-ში ბრძოლას? ისლამ მახაჩევთან ორთაბრძოლა ნამდვილად მინდა. დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი. მაგრამ თუ ეს ბრძოლა არ მოგცეს, მაგალითად ნომერ პირველ კონტენდერობისთვის როდის იჩხუბებდი? ნომერ პირველი კონტენდერობისთვის არ ვიბრძოლებ. მართლა მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებ, რა თქმა უნდა.
გასაგებია, ლოგიკურიცა. თან ყველაზე მარკეტირებადი ორთაბრძოლაა ისლამთან ბევრმა წააგო. არ მაინტერესებს თუ ისლამი გადაწყვეტს რომ ჩემთან ჩხუბი არ უნდა მე ვეტყვი, შენ მაინც მოგიწევს ჩემთან ორთაბრძოლა. ამბობ რომ ჩემპიონი ხარ, ხო? დივიზიონზე დომინირებ, ამბიცია გაქვს არა? ხო და მე აგერ ვარ, სამუდამოდ თავს ვერ ამარიდებ. ანუ გირჩევნია არ იჩხუბო, ვიდრე სატიტულო ბრძოლას არ მოგცემენ. არ მგონია ასე მოიქცნენ. არ მგონია რომ უბრძოლველად დამტავებენ. გვემსუბუქი წონის კამარი ჩემინები დავთმე და ვუთხარი, რომ 145-ის დივიზიონში მეც ვეღარ ვიჩხუბებდი. დამპირდნენ რომ შემდეგ ორთაბრძოლას ტიტულისთვის გავმართავდი. ამიტომ არც ვიცი კიდე რამდენხანს უნდა შემაყოვნონ. ანუ მათ დაგპირდნენ რომ ქამრის დათმობის შემდეგ შენი შემდეგი ორთაბრძოლა ტიტულისთვის იქნებოდა. რა თქმა უნდა, თუ ამის შანსი სხვებს მისცეს მე რატო არა? ჰენრის ეხუდო, კონორ მაგრეგორი, ჯორჯ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი. ყველას მისცეს ამის შანსი. ვფიქრობ დავამტკიცე რომ ამ შანსს მეც ვიმსახურებ. როგორც შენ თქვი მე დავანოკაუტე? ორი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი, დიახ. დიდებული ვოლკი, ვინც ყველაზე დომინირებდა 145-ში და მაქს ჰოლოვეი. ორივე დიდებული მებრძოლი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰოლოვეიმ თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გამარჯვება მოიპოვა ჯასტინის წინააღმდეგ. ამ გამარჯვების შემდეგ რომ დაანოკაუტე. სხვამ ვერავინქნა. გეთანხმები. ტიტულისთვის უნდა იბრძოლო. მაგრამ წესებს მე არ ვადგენ. და ამასთან ერთად 155-ში შენს გარდა სხვა რეალური კონტენდერი თითქმის აღარ არის. თუ დააკვირდები, მან დივიზიონი თითქმის გაასუფთავა. აღარავინ დარჩა. არმანს მოუწევს ყველაფერი თავიდან დაიწყო. სატიტულო ბრძოლას ჯერ არ მისცემენ. მე პედი პიმბლეტს ჯასტინ გეიჯთან ვაჩხუბებდი. მე ისლამის წინააღმდეგ. როცა ისლამს დავამარცხებ და ტიტულს მოვიპოვებ, პედი პიმბლეტს შევმახვედრეთ. რადგან მე ვფიქრობ, რომ პედი ჯასტინს დაამარცხებს მარტივად. მართლაა? დიახ. მართლა ამბობ? დიახ. ვიცი რომ 155-ში ტიტულისთვის ბრძოლა გინდა, მაგრამ გამონაკლისს თუ დაუშვებდი და კონორ მაგრეგორს თუ ეჩხუბებოდი. ახლა? არა. ფიქრობ საინტერესო სანახაობა იქნება, თუ ისლამს დავამარცხებ და მერე შანსს კონორს მივცემ. არა, გულისხმობ ახლა სანამ ისლამთან იჩხუბებ, თუ UFC დაგირეკავს და გეტყვის, ვისი ტიტული გინდა, ამიტომ ამის შემდეგ გარანტიას გაძლევთ. ყოთა შორის ცოტა ვისაუბრეთ ამაზე. მართლა? დიახ. რა გითხრეს, მომიყევი, რაზე ისაუბრეთ? ვერა. მიდი. ამ პოდკასტის შემდეგ ზარები წამოვა. მოიცი UFC როგორია, მკაცრები არიან. არავისთან არაფერი წამოხსდეს. არავინ გვისმენს, შეგიძლია გვითხრა. მხოლოდ 2 მილიონი ადამიანი გვისმენს. თუ ისინი ახლა შემომთავაზებენ ჩხუბს კონორთან? ვნახოთ, რატომაც არა. უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. ჯერ მხოლოდ რიცხვებისთვის ღირს 2 მილიონი გაყიდვა რომ ექნება. ზოგადად კონორი ეგეთი ტიპია, შეიძლება ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი არ არის, მაგრამ ის კვლავ ოქროს ბატია, რა თქმა უნდა არის. რა ისეთი რამეა, რასაც ვერ მოპარავ. რაღაც მხრივ საოცარიცაა, რომ ამდენი ხნის მერე ის მაინც ამდენ თვალს იზიდავს და ხალხი მის სანახავად მიდის. ყველაზე მეტად რაც მე მინდა არის პედისთან ჩხუბი. მართლა? ეს ორთაბრძოლა ყველაზე მეტად მაინტერესებს. და თუ ამ ჩხუბს ესპანეთში ბერნაბეუს სტადიონზე გამართავენ, ვიცი რომ დანას არ მოწონს ღონისძიებების სტადიონებზე ჩატარება, მაგრამ ეს ერთადერთი სტადიონია მსოფლიოში, სადაც სახურავის დახურვა შეიძლება. რამდენი ეტევა? 80,000. 80,000 ადამიანს ესპანეთში მარტივად ნახავ. დიახ, უპრობლემოდ გაავსებ სტადიონს. ღმერთო ჩემო, რა სიგიჟე იქნებოდა, აუცილებლად წავიდოდი ესპანეთში ამის გამო. ბევრი ადამიანი ჩამოვიდოდა ინგლისიდან ესპანეთში. ხშირად ხდება ხოლმე ასე. თუ ესპანეთში ჩაატარებენ, მაშინ აუცილებლად ესპანეთის დროით უნდა მოხდეს. ისეთი სისულელი არ უნდა ქნან, როგორც ეს ლეონ ედვარდსის ჩხუბის დროს ქნეს. უზარმაზარი ორთაბრძოლა გამოვიდოდა ესპანეთში. პიმპლის წინააღმდეგ. რა მოხდა თქვენ ორ შორის? ვიდეო ნახე, სადაც ერთმანეთს უყვიროდით. სასტუმროში იყო მგონი. საქართველოზე თქვა რაღაც. შენს ქვეყანაზე თქვა რაღაც? დიახ, რა თქვა?
მან თქვა, ახლა ხვდები რუსები რატო ბომბავენ საქართველოსო თუ რაღაც მსგავსი. ნუ ხუმრობ ამაზე. შეგიძლია ჩემზე იხუმრო, რაც გინდა ის თქვა ჩემზე. რაც გინდა. ის სოკოა, ეს არის, ეს არის. ომზე ნუ იხუმრებ. რადგან არ გამოგიცდია. გასაგებია, ამის თქმა სიგიჟეა. ამით დაიწყო ასე მოულოდნელად თქვა მან ეს. Twitter-ზე თქვა. შეიძლება ის მოწეული იყო. ან მთვრალი, არ ვიცი. სისულელეებს ლაპარაკობს, მას ყურადღების მიპყრობა კარგად გამოსდის, ნამდვილად კარგად გამოსდის. ძალიან კარგია ამაში. შეიძლება კონორ მაგრეგორივით ვარსკვლავი გახდეს. ისეთი ვარსკვლავი, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. უცნაური პიროვნული თვისებები აქვს. საინტერესოა, რომ კრივში ვარჯიში 17 წლამდე არ დაგიწყია. რადგან შენ შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივი არა მხოლოდ ქვემსუბუქწონაში, არამედ ამ სპორტში ხარ. შენი მოძრაობების გათვალისწინებით და შენი ერთი დარტყმის ძალით, შენი დარტყმები ძალიან კარგია. რაც ვფიქრობ, რომ ან გაქვს, ან არ გაქვს და რა თქმა უნდა შეგიძლია განავითარო და ტექნიკას მოარგო, მაგრამ ან გაქვს ძალა, ან არ გაქვს. ყოველთვის ამჩნევდი ამას, თავიდანვე როცა პირველად დაიწყე ვარჯიში. ყოველთვის მქონდა ძალა. საოცარია რა? არის. ღვთისგან ბოძებული რამ არის? ღვთისგან ბოძებული 100%. ყოველთვის მქონდა ეს ძალა, მახსოვს? კარგი ტექნიკა არ მქონდა, მაგრამ როცა დარტყმებს ვაყენებდი, ბიჭებს ადგილზე ვაძინებდი. ვარჯიშის დროს. გამორჩეული არ ყოფილვარ, მაგრამ ძალა მქონდა. მაგრამ საკმარისად ჭკვიანი იყავი. ეს არის განსხვავება. ვთქვათ, ჯო შემეტის მიდგომასა და შენს მიდგომას შორის. შენ საკმარისად გონიერი ხარ, რომ გააცნობიერო. კარგი, მე მაქვს ძალა, მაგრამ ახლა საჭიროა ლაზერივით ზუსტი ტექნიკა გამოვიყენო. რა თქმა უნდა შევძლო სწორი მომენტის პოვნა. მუშტს იმიტომ არ ვიქნევ, რომ ჯერა მე მაქვს შესაბამისი ძალა. თუ მოგარტყი, მე შენ დაგაძინებ. არა, აქ თუ არ არის. მე ვიცი, რომ შენ აუცილებლად მოგარტყა. ამისთვის ვიმუშავებ და ვიპოვ იმ კონკრეტულ მომენტს, სადაც დაგაძინებ. და ვიცი ყველასთან თუნდაც მსუბუქი წონით დივიზიონში ვიცი რომ შევძლებ ვიპოვო ის მომენტი სადაც შევძლებ ამის გაკეთებას შევძლებ იმ ერთი დარტყმისორის ან სამის მიყენებას რადგან ზოგჯერ მხოლოდ ერთი არ არის საკმარისი შემიძლია დარტყმების კომბინირება ზოგჯერ ვფიქრობ რომ შენ თავს ვუმიზნებ მაგრამ ასე არა ჩემი მთავარი კომბინაცია ტანში დამიზნება ასეც ვაკეთებ ვიძლს ვურტყამ ესეც მტკივნეულია შეიძლება ასე ვერ გაგთიშო, მაგრამ ნელ-ნელა კარდიო გერთმევა. შემდეგ სხვანაირად მოძრაობ. საკუთარ თავში ეჭვი გეპარება და ფიქს იწყებ. თუ ეს მუშტი ნიკაპში მოხვდა, ყველაფერი მორჩა. როცა შენ თავში ეჭვი შეგეპარება, ჩათვალე ეს ეჭვები მოკკლავს ბოლოს. ყველაფერი ნელ-ნელა მოხდება. შენი ყველა დროის საყვარელი მებრძოლი ვინ არის UFC-ში? არა მგონია ერთი სამორჩევა შევძლო. ვთქვათ ტოპ 5-ეული. ერთი შენ. შენ ხარ ტოპ 5-ში. მართლა? დიახ, მართლა. ვამოს ჯო. რა თქმა უნდა ხარ. როგორ შეიძლება არ იყო? შენ ორი დიდების დარბაზში მყოფი მებრძოლი დაანოკაუტე, ყველა დროის საუკეთესონი. ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოვეი არიან ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები, საუკეთესო ქვემსუბუქი წონის ჩემპიონები. ესე იგი, შენ ხარ ერთ-ერთი საუკეთესო იმ დივიზიონში, სადაც ყველაზე ძლიერი მებრძოლები არიან. როცა ყველაზე ძლიერ დივიზიონზე საუბრობენ, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი მებრძოლები ორ დივიზიონს 45 და 55-ს ყავს. ასე რომ იყო ჩემპიონი 45-ში ან 55-ში ნიშნავს, რომ შენ ჩემპიონი ყველაზე ძლიერი წონით კატეგორიაში ხარ. უბრალოდ 45 შეხედე. 45-ში ბევრი ნაღდიმკვლელია, როგორც ის, ჯინ სილვა და უკნა ბრაის მიჩელს. ეს რეიტინგშიც კი არ იყო. ხვდები რას გულისხმობ, ეს ბიჭი ნამდვილი მკვლელია. ბევრი მაგარი ბიჭი მოდის, ყველა საუკეთესოა, ია როდრიგესი კიდე. თვითონ მათგანი ყველა ნიჭიერია. და ჯონ ჯონსი რას ფიქრობ, დაბრუნდება და ტომს დაუპირისპირდება? მგონია რომ დაბრუნდება და ტომს შეებრძოლება. ასე არ ფიქრობ? არა, მართლა? არ მგონია. რატომ? რისთვის? დიდებისთვის. მას უკვე აქვს დიდება. კიდევ ერთი დიდება, სანამ სინათლე ჩაქვრება. ფიქრობ ჯონი დამპყრობელია. ნამდვილად არის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა. ვერავინ შეგეკამათება ამაზე. საუკეთესოა. ჯონის საბრძოლო IQ წარმოუდგენელია.
ძალიან ჭკვიანი ტიპია. თან თავისი კარიერის დიდი ნაწილი წვეულებაში გაატარა, რაც კიდევ უფრო გიჟურია. თავის ხელს აზიანებდა, კოკაინს იღებდა. მახსოვს ერთხელ დენიელ კორმიერს ეუბნება, რაც ყველაზე ცივსისხლიანი ნათქვამი იყო. მან უთხრა, რომ მე კოკაინის ზემოქმედების ქვეშ დაგამარცხევ. როგორი ცივსისხლიანი ნათქვამია. ძალიან ცივსისხლიანია, ძალიან. ის ისეთი კარგი იყო, რომ თავის დივიზიონში ყველას ჯობნიდა. ამიტომ ბევრს არ შრომობდა. ჩემი აზრით ასპინალთან იჩხუბებს, რადგან ბევრ ფულს მოუტანს. დიდებას. მისმინე, ასპინალი საოცარია. წარმოუდგენელია, ძალიან სწრაფია მძიმე წონისთვის. დიდი ზომისაა, გრეპლინგი შეუძლია. შავი ქამარი აქვს ჯიუ-ჯიტსუში, ნოკაუტის ძალა აქვს. მაგრამ ის არასდროს ყოფილა რთულ სიტუაციაში. არასდროს. გონი მეორე რაუნდს გაცდენილი არ არის. არ მინდა ვთქვა, რომ მას შანსი არ აქვს, რადგან ყველას აქვს შანსი. ერთმა დარტყმამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს ოქტაგონში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ ჯონ ჯონსი გაიმარჯვეს, მაგრამ ტომ ასპინალის დაუფასებლობაც არ შეიძლება. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ არ დაბრუნდება. ოდესმე თუ გივარჯიშია MMA-ში ან ჯიუ-ჯიტსუში. ძირითადად ჯიუ-ჯიტსუს, ასევე მუაი-ტაი, ჯერ ტაეკვანდოთი დავიწყე და მერე ჯიუ-ჯიტსუ. შენთან ერთად დიდი სიამოვნებით ვივარჯიშებდი. მეც დიდი სიამოვნებით ვივარჯიშებდი შენთან ერთად. ნახე მერაბთან ერთად როგორ ჭიდაობდი. შტამბეჭდავი იყო. ვიდეო ნახე, სადაც ეჭიდავებოდი მას, გამიკვირდა და ჩემთვის თქვი, წარმოუდგენელია, ვინც ამას მერაბს უკეთებს, რადგან როცა ხალხი შენზე ფიქრობს, მათ შენი სტრაიკინგის ეშინიათ. მერე ის მოხდა, რომ რაინ ჰოლთან ორთარძოლის დროს ძალიან ბევრს აუხილე თვალი, რადგან რაიანი იყო რაღაც უცნაური თავსატეხი. ელიტური ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის მქონე, რომელიც უცნაურ რაღაცებს აკეთებდა, ზურგს აქცევდა მოწინააღმდეგეს, გიჟივით იქცეოდა, უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა. BJ Penn-Hills ჰუკით პირველ რაუნდში ამარცხებს. შენ რომ მასე დომინირებდი, მეთქი ღმერთო ჩემო, რა ხდება? და მერე უცებ შენ მას თიშავ. ძალიან გავუცდი. ზოგადად, როცა ხალხი შენ არის სტრაიკერს ხვდება, ავიწყდებათ ხოლმე პარტერში თამაში. მათ ავიწყდებათ, რომ შენ მიწაზეც ძალიან ძლიერი ხარ. საინტერესოა, რადგან ჩვეულებრივ მებრძოლებს სახიფათო კატეგორიების მიხედვით ყოფთ. შენ შემთხვევაში ყველაფერი სახიფათოა, შენი სტილი ძალიან დაბალანსებულია. რაც უჩვეულოა, გესმის, პერეირას სტილი მაგალითად არ არის დაბალანსებული. მისი სტილია ის ერთს მოგარტყავს და მერე გაიღვიძებ. ეს არის და ეს. მისი სტილი კინგბოქსია. მაგრამ შენი სტილი ყველაფერშია, ყველგანა, მაგალითად ბრაის მიჩელთან ბრძოლისას. ყველგანა, დგომში, პარტერში, ყოვლის მომცველია. ჯორჯ სენ-პიერი ვითხრა, როცა ის თავის პიკზე იყო, ყველა მხრიდან რომ გიტევდა, არასდროს იცი პარტერში გადაგიყვანო თუ სტრაიკინგში დაგიდგებოდა. შენი გონება გადატვირთულია შესაძლებლობებით. რაც ჩემი აზრით არის ის, რის იყურებაც მომწონს ყველაზე მეტად, ადამიანი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მე ყოველთვის აღწერ საბრძოლო ხელოვნებას, განსაკუთრებით შერეულ საბრძოლო ხელოვნებას, როგორც მაღალი დონის პრობლემების გადაწყვეტას მძიმე ფიზიკური შედეგებით. აი რას წარმოადგენს პრობლემების გადაწყვეტას მძიმე ფიზიკური შედეგებით. ძალიან მაგარია.